ძმო. გინდა სულელური შეყვარებული მიწოდე. გინდა უნახავი, რომელსაც გოგოს იგიჟემდე უყვარს, მაგრამ გუშინ დილ საქციელში გთხოვ, ნუ გამამთხუნებ. ალბათ ამდენმა სტრესმა იმოქმედა. ხომ იცი რა შეგვემთხა? რაც გადავიდონეთ. როგორი რთული დღეები ქონდა. ახლა კი როცა თითქოს ყველაფერი დაალაგდა, არ ვიცი ეს როგორ მოხდა. მოკლედ გაოცებული ვარ, არ ვიცი. ვერაფერს ვერ ხვდები. ძალიან გაოცებული ვარ. მეგონა ნაწყენი ჩემზე იღავი. არა მეგობარო. უბრალოდ ბავშვით მომივიდა. ქალბატონის სუდესთვის შენ სიტყვა მიგიწია. როცა მშვიდად გავაანალიზე მივხვდი, რომ უმუც შანსი უნდა მივცე. იქნებ, როგორც შენ მითხარი, უმუც ეს საქმე არ მოეწონოს და შუა გზაზე მიატოვოს. რა ვიცი, რატომაც არა. მე კი მას ჩემი უარით ვთრგუნავ. ამიტომ ფიქრობ, ჩემი შიში უსაფუძვლოა. მოკლედ ჩემს საყვარელ ადამიანს ვენდობი და გადაწყვიტე მხარი დაუჭირო. შესაძლოა მართლა აღმოაჩნდეს ნიჭი. შეიძლება არა. თავის თავზე ბევრს მუშაობს. არ მინდა ჩემს გამო ხელი შეეშალოს და მე და დანაშაულოს ცხოვრება დამეგრეო. ამ ხდები არა. შემოდე. ბატონო, Amazon casting-დან კურიერი მოვიდა. ქალბატონ უმუც ხელშეკრულებაზე ხელი მოუწერია. ქალბატონ სუდესთან რაღაცის გაგზავნა ხომ გინდოდათ? კურიერი დაგელოდოთ? არა. ჯერ არ გამიმზადებია, მაგრამ საქმეს დუიგუ მიხედავს. კურიერი გავაშვეთ. შეიძლება ვნახო? კომპანია Grand Production. ჯარი მისახით დაეკისროს 1 მილიონი ლირა. ერთი მილიონი ლირა? თიცელი? ოზან. ახალ სეზონს მაღალ რეიტინგული პროექტით ვიწყებთ. უმუთისთვის როლი გამოჩნდა. სუდეს აჩქარებოდა. ამბობდა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვასო. 5 წელი. კარგი რა. ეს უბრალოდ სამსახურია. რა ვქნა, ასეთი პროცედურაა. კარგი. მესმის რომ სუდეს აჩქარებოდა. მესმის რომ ესაა თქვენი სამსახური. იმ დღეს მოვედი და უარით გამისტობრე. ამაზეც არაფერი მithქვამს, მაგრამ შეგეძლო დაგერეკა და გეთქვა. ოზან. უმუთისთვის ასეთი როლი გამოჩნდაო. არ შეგეძლო გეთქვა. მეგობარო, მე შენ არ გითხარი. არ გთხოვე, ეს საკითხი თქვენ ორმა მოაგვარეთ მეთქი. რა ვქნა? რა გავაკეთო, ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო. ახალი გუნდი ჩამოვაყალიბო. მე რა ვქნა, როგორ მოგწეულიყავი? ამ ქვეყანაში სხვა მსახიობი არ არსებობს. ახლა ხან შენ არ მითხარი, გადაწყვეტე ჩემ შეყვარებულს მხარი დაუჭირო. მოდი დუიგო, მოდი. მზად არის? დიახ. ტელევიზიაში ვიდეოსთან ერთად უნდა გავგზავნო, მაგრამ ხომ გინდოდა რომ გენახა? გამარჯობა ოზან. გამარჯობა. უჟმურო. როგორც კი დამირეკე, მაშინვე წამოვედი. არ მახსოვს ნებართვა როგორ ავიღე. რა სახე გაქვს? რაზე ნერვიულობ? ოზანი რომ გაბრაზდეს. ჯანდაბა, იმ ხელშეკრულებას რატომ მოვაწერე ხელი? ღმერთო, ეს რა გავაკეთე? ეს რატომ გავაკეთე? ცხოვრებაში პირველად გააკეთე ის, რაც საჭირო იყო. აუცილებელი არ არის ახლავე უთხრა. ცოტა მოლბეს და მერე უთხარი. ხელი რომ მოაწერე. არ მომისმენს. ოზანი კარგი ბიჭია, მაგრამ როცა საქმე შენ გეხება, სხვანაირი ხდება. ნუ ღელავ, რამდენიმე დღეში ყველაფერს მიხვდება და გაგიგებს. თუ ვერ მიხვდება, თავში რამეს ჩავარტყამ და თუ ინს ავუმუშავებ. სულელი ხარ. წამოდი. სად მივდივართ? უმუთ. რამდენი ხანი ამის გაკეთება მინდა? წამოდი, ძალიან მოგეწონება. სად მიყავარ? ხელი აქ უნდა მოაწეროთ. რამეს ხომ არ დალევ?
არაფერი არ მინდა. ჯობია წავიდე. ბატონ ჰაკანს არ უყვარს მუშაობის დროს რომ აწუხებენ ხოლმე. ოზან, ბავშვით იქცევი. იცოდე ძალიან მეწყინება. ისე იქცევი თითქოს შენ ზურგს უკან რაღაცებს ხლარდა. არაზმო ძალიან კარგად ვიქცევი. დაპირდაპირ გეუბნები როცა საქმე უმუცი ხება ჯერ მე დამირეკე. ამას მეგობრულად გთხოვ. კარგი? წადი და ამაზე მასე ლაპარაკე. რასაც მე მეუბნები მას უთხარი გასაგებია? იმას გავაკეთებ რაც საჭიროა. რჩევისთვის მადლობა. ოზან მოიცადე. ოზან, ვილაპარაკოთ. სცენარი მაგიდაზე დაგიდე. მზად რომ იქნება შემატყობინე. ოზან ერთი წუთით. შეიძლება გითხო რა პრობლემაა? თავხედობაში ნუ ჩამითვლი. არასდროს მინახავს თქვენი კამათი. ვნერვიულობ. შემიძლია რამით დაგეხმაროთ? ჩემს შეყვარებულთან ხელშეკრულება გააფორმა. ბატონ ჰაკანთან დეტალებზე ვერ შევთანხმდი. უმუთი ახსენე? უმუთ ოზერი. ის არის შენი შეყვარებული. სუფთა ხაერზე მინდა გასვლა. ახონდის. რა ხელშეკრულება? კარგი იქნებოდა თან დიდი ჩემოდანი გქონოდა, მაგრამ არა უშავს. ჰალე, აქ რატომ მომიყვანე? არაფერს მეტყვი? მე არ თქვა არ ვიცოდი, არ გამიგონიაო. ყურადღებით იყავი და მომისმინე. ჩვენ შენ დაგამარცხებთ სტამბულო. ამ გოგოს ხომ ხედავ? შენს დასამარცხებლად მოდის და მოემზადე. ჰალე, საკმარისია ღმერთო ჩემო. შენ რა გიჟი ხარ? რამდენი ხანია ამის გაკეთება მინდა? რამდენი წელია ეს ქალაქი გვტანჯავს? ახლა ჩვენი ჯერია. სულ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ თავს ვიკავებდი. არა, მართლა არანორმალური ხარ. იცი გულზე მომეშვა. მალე ცნობილი ადამიანი გახდები და საერთოდ დამივიწყებ, მაგრამ ამ ქალაქს ვემახსოვრები და ჩემთვისაც ესეც საკმარისი იქნება. ჩათვალე რომ რაც ახლა თქვი არც გამიგია. პასუხსაც არ გაგცემ. ეს ისევ თქვი, კარგად ვიცი რომ არ შეეძლები ჩემო ძვირფასო. ტელეფონი რეკავს. ოზანია. მიდი უპასუხე. ძალიან გთხოვ ვილოცე. გისმენ? სათხარ. ქადიქოიში ვარ. კარგი, შენთან მოვდივარ. 20 წუთში მანდ ვიქნები. ხო მართლა. ხელშეკრულების გაფორმებას გილოცავ. ახლა ჰაკანისგან მოვდივარ. მე თავს დამნაშავედ გვესდავ. შენ კი ამ დროს შენ კარგი, ახლა საჭესთან ვარ. კარგი, გელოდები. ხელშეკრულების შესახებ გაუგია. ბატონ ჰაკანთან ყოფილა. მითხრა თავს დამნაშავედ გრძნობდიო. ვერაფერი გავიგე, მაგრამ ამჯერად აღარ მაპატიებს. ჩემი საქმე წასულია. ნორჩა. ყველაფერი დამთავრდა. კარგი, დამშვიდი. ვიცი რომ ყველაფერს მოაგვარებთ. შენ ოზანს დაელოდე, მე კი სამსახურში წავალ. ფატიხს გაუხარდება ადრე თუ დაბრუნდები. აბა შენ იცი. დაგირეკავ მერე. კარგი. ოზან. რაღაც უნდა გითხრა. უმუთმა არ იცის ახლა შენ რომ გელაპარაკები და გთხოვ, არც არაფერი უთხრა, თორემ სამუდამოდ დამკარგავს. ხომ იცი რომ მინდა ბედნიერები იყოთ. გეფიცები ჰაკანთან იმიტომ წავიდა რომ უარი ეთქვა. არ ვიცი ასეთი რამ როგორ მოხდა. ოზან, გეხვეწები, მომისმინე. დამშვიდდი. შენი შნობს გადავხედე. მართალი ხარ. ნამდვილი ჩხუბი და ახალმაღალი უაზრობა. სცენარი უნდა შევცვალოთ. არ ვიცოდი ფილიზის როლისთვის უმუთი თუ ყავდა შერჩეული. შენი აზრით ამისთვის მზად არის? მზად რომ არ იყოს ასეთ რამეს ხომ არ შევთავაზებდი არა.
ოზანი რომ გადიოდა და მშვიდობება მინდოდა და გავაცილე. მაგრამ მეც გამიბრაზდა. არ მესმის. ერთი ხელშეკრულების გამო ასე რატომ გაბრაზდა? არაფერია. უბრალოდ უმიზეზოდ ღელოს. და თუ ამაზე თანახმა არ იყო, უმუთი კურსებზე რატომ გაუშვა? მათი ურთიერთობის შესახებ შენ არაფერი იცოდი. არა და მეგობრები ხართ. ეს გრძელი ამბავია. რაღაც საქმეები მაქვს. დღეს ადრე უნდა წავიდე. ეს საკითხი მოვაგვაროთ და მერე დრო თუ იქნება, ვილაპარაკოთ. სცენარის ველაპარაკე. ასეთი სიუჟეტი აქვს. ოჯახი სტამბოლში ჩამოდის. არ გინდა გთხოვ. რამდენჯერ აგიხსენე? არ გინდა ეს სისულელე. პრესა ისედაც ყველაფერს გაიგებს. მაგრამ არა. ქალბატონ სუდეს მაინც და მაინც შენი ნახვა უნდოდა. ნუ მაცინებ, დამიჯერე, ძალიან სასაცილოა. სუდეს ჩემი ნახვა კი არა. ჩემი გაგუდვა უნდა. ამხედავ ჟურნალებში რას წერენ. ამ საკითხზე კამაც მოვჭეთ. კარგი რა ბავშვით იქცევი. ოფლიანი ვარ. რცხვენოდეს. ასე უნდა გამიშვა. ისედაც განებივრებული ვარ. შეგნებულად არ გამიკეთებია საყვარელო. არ მინდა გაგაოფლიანო. კარგი, მართალი ხარ. მაპატიე. ნახვამდის. შავიელო ვერაფერს გახდება. ამჯერად ილმაზი მოიგებს, აი ნახავ. ხილად იყავ ისე ვარ დააგვა. ძალიან სასაცილოა. რომ მოვიგებ მერე ვნახო თუ ის დასინა. მამა. ცოტა ხნით გარეთ გამოდი. შეჯიბრი იწყება, დამთავრდება და მოვა. მამა. უნდა ვილაპარაკოთ. შვილო, ამჯერად ნამდვილად მოვიგებ. ჩათვალე რომ ფული ჯიბეში მაქვს. ასეთი განერვიულებული რატომ ხარ? რა დაგემართა? კარგია რომ მაგას მიხვდი. წამოდი მამა. გარე დავილაპარაკოთ. შეჯიბრი რომ დაიწყება და მიზახე. მამა რა ჩაიდინე? ოზანს ფული რატომ გამოართე? ის ბიჭი რით დააშანტაჟე? რაც კი გაგვაჩენდა ყველაფერი ამ ცხენებს შესირე. ახლა კი გინდა რომ სინდისიც ამას შესირო, არა მამა? ეს რა გააკეთე? რა გააკეთე მამა? სისულელეებს ნუ ლაპარაკობ შვილა. რა ფული გამოვართვი? ფული არავისთვის გამომირთმევია. მამა, აბა ის ბიჭი ტყუილს ამბობს? იმ ბიჭის უფრო გჯერა თუ მამა შენის? იმ დღეს ქორწილიც ხომ ახსენე? მერთო ჩემო ნეტავ არაფერი მეთქვა. მინდოდა სიკეთე გამეკეთებინა. შენ კი რას მომბრალებ შეხედე? მომისმინე? ის ხენები უფრო მაფასებენ ვიდრე თქვენ. უზრდელო, სისულელეების გამომასწენ საგბიჭი. ეს ჯობია თუ ეს? შენ კაბებს არჩევ, საქმე კი ჩემი გასაკეთებელია. კარგად გაგიკეთებია ჩემო საყვარელო დაიგო. სცენაზე რომ გამოვალ, სულ შენზე ვილაპარაკებ ხოლმე, გპირდები. კარგი, კარგი. აბა მაჩვენე. გონი პირველი ჯობდა. შეხედე, ეს უფრო ლამაზია თუ ეს? რა სიტყვი? არა, ეს ჯობია. ეს? ხო. კარგი. კარგი, ბოლოც დამაქვს. ამასაც მოვიზომებ და მოვალ. ოზან, არ ვიცი რა გითხრა, როგორ აგიხსნა. გეფიცები ამ ყველაფერს პოპულარობისთვის არ ვაკეთებ. დამიჯერე, პოპულარობა არაფერ შემჭირდება. ისი. თელი გზა ჩუმად ვიყავი. მინდოდა ყველაფერზე დავფიქრებულიყავი.
ხელშეკრულების ამბავი ჩემთვის მოულოდნელი იყო. მე მართლა ბოდიშს გიხდი. შევეცადე ამეხსნა, შევეცადე, მაგრამ მე ყველანაირად ვეცადე. ამიხსენე. მართალი ხარ. არ მოგისმინე. ყველაფერი ჩემი ბრალია. ესე იგი არ მიბრაზდები? გიბრაზდები, ძალიან გიბრაზდები, მაგრამ ვიცი რომ მართალი არ ვარ. ამიტომ ჩემს თავს უბრაზდები. ოზან, რა დაგემართა? თავი რამეს ხომ არ მიარტყი? ასე უცებ როგორ შეიცვალე? ნეტა ვიცოდე ეს 2 დღე როგორ გავატარე. აბა ერთი შემომხედე. უკნა ძალიან მიყვარხარ. თუ გეტყვი, მე მომენდე და ყველაფერზე უარი თქვი მეთქი. ჩემი საყვარელი ქალი ვეღარ იქნება. ამას ეხლა მივხვდი. გინდა რომ სადო. მაშინ სცადე. სადე. მაგრამ გთხოვ, აღარაფერი დამიმალო, კარგი? მოულოდნელი სიურპრიზები არ მიყვარს. არც მე. დიდი მადლობა. შენ მუსაც კი დაიმორჩილე და მე ვინ ვარ, არა? ერთი წუთით. მუსა ეს ამბავი იცის? მაგრამ წინააღმდეგი არ არის. სანერვიულო არაფერია. ისიც გენდობა. მითხრა, თუ უმუდ წინააღმდეგობას გაუწევ, წაგებული შენ დარჩებიო. ოზან. მართლა ვერაფერი გავიგე. წესიერად ამიხსენი. ერთმანეთი როდის ნახეთ? რაზე ილაპარაკეთ? შენს დებს ქალბატონ სუდესთან ერთად ავნახი. მერე? მუსა ჩემთან მოვიდა და ვილაპარაკეთ. მითხრა უმუდ შენ თუ არ დაუჭერ მხარს, მე დავეხმარებიო. გულწრფელი მომეჩვენა. არ იცოდა ზაფერმა ფული რომ გამომართვა. ძალიან გაუკვირდა. თვალებზე შევათხე რომ გულწრფელი იყო. მითხრა ფულს მე დაგიბრუნება. მეც გაოცებული დავრჩი. ღმერთო ჩემო. ეს ყველაფერი მართლა მუსამ თქვა? ხო, შენი ყველას ეშინია. რას ვიზამთ? უნდა გაკოცო ძალიან მომენადრე. Ben kalender meşredim, güzel çirkin aramam. Gönlüme bir eğlence isterim olsun. Ben kalender meşredim, güzel çirkin aramam. Gönlüme bir eğlence isterim olsun. Saçları... Ne yapıyorsunuz? Rasa getirdi. Esra Aris. რა მოხდა? ძმა ორას ეძებ, გითხარი და დაგეხმარებით. არაფერს. ღმერთო, არადა უკვე გამოგვდიოდა. სიდის შესახებ ხომ არ გაიგო? საიდან გაიგებდა? ეგ რომ გაიგო პირდაპირ გვეჩხუბებოდა. რა უნამუსო ადამიანი ყოფილიყარ. ეს რა იყო? რამდენი ვიწვალე კლიპი რომ გადაგვეღო. მადლობა ღმერთს ვერაფერს მიხვდა. მოდი საქმეს მივხედოთ, თორემ სადაცაა დანარჩენებიც მოვლენ. ოპასოხე. ალო? დიახ, მე ვარ. ერთი სერიისთვის? დიახ, როდის? არა, მეილი საჭირო არ არის. ხვალ მოვალ და წამოვიღებ. თან დავილაპარაკებთ. რომელ საათზე მოვიდე? კარგი. ნახვამდის. კარგი. İyi günler.
კარგი. იელდა. დიდებულ საუკუნეში უნდა ვითამაშო. თან დიალოგიც მექნება, ღმერთო ჩემო. ღმერთო. ჩემზე არაფერი უთქვამთ? არა, მაგრამ არ ინერვიულობ. ხომ ხედავ მე დამირეკეს, მალე შენს დაგირეკავენ. რატომ უნდა ვინერვიულო? რა მნიშვნელობა აქვს შენ იქნები თუ მე? ეს საქმე ხომ ერთად წამოვიწყეთ. რეჟისორმა მითხრა იტირეო. უნდა მეტი რა, მაგრამ პირიქით სიცილი ვერ შევიკავე. უნდა გენახა თანაც იმ დროს შენზე ვფიქრობდი. მერე ყველამ სიცილი დაიწყო. თავს ვეღარ იკავებდნენ. საყვარელო მისმენ? გისმენ. დიდი ხანი არ მინახე. ძალიან მომენატრე. ასეთ მომენტებში ტირილი მე მინდება. რა უნდა ვქნათ? დიდი მადლობა რომ გამიგე. შენი მადლობელი ვარ. საკუთარი თავის პოვნის შესაძლებლობა რომ მომეცი. დღითი დღე უფრო მეტად მიყვარდები. არ ვიცი რა უნდა ვქნა. მას ეს ამბავი გემრიელი ბაღში თავგნიშნოთ. კარგი. ასეთ დროს ვინ რეკავს? ისმენ მამა. ოზან სახარ. გარეთ ვარ მამა. არ ვიცოდი რომ კომპანიიდან გახვედი. კარგი მომისმინე. ბაღშემზე მნიშვნელოვანი სტუმრები გიყოლება. აქსუმ იფლიკის მფლობელები. პარტნიორობაზე უნდა ვილაპარაკოთ. მინდა რომ შენც აქ იყო. კომპანიის საქმეები შენც უნდა გაინტერესებდეს, ხომ ასიაშვილო არა? კარგი მამა, მოვა. ჯანდა. საყვარელო. კარგი. არა უშავს. ხვალ წავიდეთ. ხვალამდე როგორ მოვითმინა? წამოდი წავიდეთ. თორემ დაგვაგვიანდება. მეც ხომ უნდა მიმიყვანო. წამოდი. კარგი. შენთან ყოფნა მინდოდა. რა კარგად ვიყავით. ყუდროთვის ხედით. ცოტას კიდევ მოგეფერები რა. ძალიან მომენატრე, ძალიან. ძალიან მენატრებოდი. ძალიან მომენატრე, ძალიან. თითქოს არ ვიცოდე სად არის. ემელ შენ აღარ შემეკამათო ხოლმე. ჩვენ რომ კამათობთ, ოზანი უფრო ჯიუტება. ვიცი რაც უნდა მოუხერხო. იმდენი უნდა ვამუშაო რომ არაფრის თავი აღარ გქონდეს, მერე ვნახოთ. შეძლებს თუ არა იმ გოგოსთან წასვლას. არაფრის დრო აღარ ექნება. აინახავ. ის გოგო სიხარულით დაელოდება. თანაც ოზანს არ იცნობ, რამდენ ხანს ამუშავებ. ბევრს ვამუშავებ. უნდა მიხდოს რომ დიდი პასუხისმგებლობა აქვს. უნდა გაიგოს რომ ფული შოვნა ადვილი არაა. ეს საქმე დროს უნდა მივანდოთ. მერე იმ გოგოს ოჯახის პრობლემები შეაწუხებს. ნახო, ჩემი შვილი ამ ყველაფერს სოდემდე აიტანს. ლაპარაკით ვერაფერს ვაგებინებ, ამიტომ მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ. ნახოთ. თქვენც ხომ ხედავთ მეგობრებო? ერთმანეთის მტრები რომ ვიყოთ, ერთად ვერ ვიქნებოდით. ჩვენ 20 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი. ერთმანეთს მანამდეც ვიცნობდით, მაგრამ მერე მივხვდით რომ დაძმასავით ვიყავით. ასე არ არის ძვირფასო. ერთად დიდი ხნის მანძილზე ვცხოვრობდით და როგორც უდემ აღნიშნა, ჩვენი ურთიერთობა დაძმის ურთიერთობას დაემსგავსა. ასეა. ერთად ცხოვრება ვეღარ შევძალით. არ გვინდოდა ერთმანეთისთვის გული გვეტკინა და ცივილიზებული ადამიანებივით ის გავაკეთეთ, რაც საჭირო ჩავთვალეთ. თქვენ ახალი კომპანია შექმნით, თქვენი ყველა მსახიობი კი ძველ სააგენტოში დარჩა. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოსამშვიდობებელი საჩუქარი იყო. მოგეხსენებათ ბატონი მეთე ჩვენს კომპანიას გვიან შემოუერთდა. არ მინდოდა მისი საქმეები გართულებულიყო, ჩემთვის ახალი საქმის წამოწყება რთული არ არის. ბატონი მეთეს მხარდაჭერას კი ყოველთვის გრძნობდი. ბატონო მეთე, თქვენ და ქალბატონი ლაილა ჰიზარჯი მართლა ერთად ხართ? მეგობრებო, ჩვენი საქმე ამას მოითხოვს. ჩვენ გვერდით ყოველთვის ნახავთ ლამაზ ქალბატონებსა და სიმპათიურ მამაკაცებს. ეს ნორმალურია. ახლა ისედაც რთული პერიოდი გვაქვს. ასეთი საქმის კეთება ადვილი არ არის. ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით.
ამიტომ ძალიან გთხოვთ ნურს ხვებს მივცემთ საჭირო თემას და ნურს ჩვენ ჩაგვაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში. კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ. თქვენგან მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემას მოვითხოვთ. ძმა ისევ გაფუჭდა. კარგად ხარ? ყვავს კატმათ ვერ გადააქცა. ყვავი ყოველთვის ყვავა დარჩება. ადამიანებიც ასე არიან. არიცლებიან, სულ ერთსა და იმავე შესტომას უშვებენ. თუ სახელი გაგიტყდა, ადამიანის ნდობას დაკარგავ. ძველ პატივისცემას ვეღარ დაიბრუნა. ყველა ადამიანს თავისი ბედისერა აქვს. რა უკნა ბედისერამ ასეთი მამა მარგონა. რა გაიწყობა? მე მამაც არ მყავს. მაგრამ შენ ხომ მყავ ხარ? რას ვიზამთ? შენ ჩემი ატანა გიწევს. არ გინდა რა ძმაო. საკუთარ თავს უსამართლოდ მოექცევი. მე საწუწუნო არაფერი მაქვს. შენისთანა გულკეთილ ადამიანს სად ნახავდი? თუ ცხოვრება უსამართლოდ გვექცევა, უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენი გზა თვითონ მოვნახოთ. სულ ესაა. რა თქვი? იცი, ნამდვილი ფილოსოფოსი ხარ. შენს ნიჩს აქ რატომ ფლანგავ? მიდი ჩაი მომიდანე. მიდი. ეს აქედან მოაშორე ძალიან გთხოვ. მომბეზრდა ყოველდღე ამის დანახვა. აღარ შემიძლია უკვე ცოლივით მყავს. ნახვამდის. კარგად გმადლობთ. სულე. ერთმანეთს ნუ ღარ გავაცვალებთ. ის გავაკეთე რაც გინდოდა. ახლა შენი ჯერია. ერთმანეთს პრობლემებს ნუ შევქმნით, კარგი? ძვირფასო, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ასე რომ ჩემს ადვოკატს ესაუბრე. ნახვამდის. სულ ასე იქცევი. სულ. მე რა კიდევ ნაშავე მე გამოვდივარ. ჩემი კომპანია დამიბრუნე და გაგეყრები. საგადასახადოსაც ვერსად გავექცევი. ყოველდღე ახალ გადასახადებს აწესებენ. იცი რამდენი საქმე ჩაგვივარდა? ხომ არ გეუბნები გვერდზე გადაკი და არაფერი მოითხოვო მეთქი არა? ადამიანმა სახელმწიფოს ფული უნდა გადაუხადოს ძვირფასო. მე თუ ჩავიძირები, შენც მომყვები. ეს კარგად დაიმახსოვრე და ნუ გამაგიჟებ ჭკუიდან ნუ გადამიყვან. საკმარისია. ბატონო მეთე. აქედან გაეთრიე, ახლავე გაეთრიე აქედან, წაეთრიე. ბერილ. მარტო დამტოვე. ჩაი ხომ არ მოგიტანოთ? ფეხბურთს თამაშობთ? ოჯახ. გასაგებია. გინდა ოთახამდე მიმაცილო. ცუდი აზრი არა. ოზან, ცუდად იქცევი. ცუდად რატომ იქცევი? უბრალოდ შეყვარებული ვარ. ესე იგი მე თუ არ გაგაგდე არ წახვალ არა? წადი. კარგი. საღამოს ვახშამი ჩაგვიშალა, მაგრამ შენს შეტყობინებას დაველოდები. კიდევ რაღაც უნდა გითხრა. იცი რა? მიყვარ ხარ. წადი ოზან, წადი. ხორც ისევ სუნი აქვს. რომ გითხარი, კარგად უნდა გარეცხო მეთქი არა? დიდხანს უნდა რეცხო, რომ სუნი აღარ ქონდეს. რამდენჯერ გაგაფრთხილე? აირანი არის კიდევ? არის მამა, ახლავე მოვიდან. მოხდა დღეს ძალიან აქტიური ხარ. ერთად გილას ვერ ჩერდები. რა დაგემართა? დედა ზელიჰა სამსახურიდან დაღლილი მოდის, ამიტომ მე მოგიმსახურები.
დედა, წიგნი მაქვს საყიდელი. ჩანთაც დაგეხა არა შვილო. ჩანთა და ფეხსაც მალე უნდა გიყიდო. ხელფას ავიღებ და რამეს მოგიხერხებ. მოვაგვარებ შვილო, ყველაფერს მოვაგვარებთ. გააღეთ გარე. რა გააკეთე მამა? ეს რა არის? შენ რა ადამიანი ხარ? რა უნდა გითხრა? წახვედი და ბიჭს ფულის თხოვე არა? თქვენს ოთახში შედით. დაიგარგეთ აქედან. მოდი აქ. ჩემს ოთახში ქორდივი შეიპარე და ჩემს ნივთებში იგექებოდი არა. მერე მოხვედი და ეს ფურცელი ცხვირწინ დამიგდე. ახლა გასაგებია რატომაც მისცა ქალბატონ უმუც სამდენი თავისუფლება. ეს როგორ გაბედა? იმ ბიჭს ფული როგორ სთხოვა? ხო ჩაღუმუც. კარგი ბიჭი გამოუჭერია. მამას აქციელზე არაფერს იტყვი? შემცხვა და შეურაცხყოფილი ვარ. სხვა რა უნდა ვთქვა? რა გინდა რომ ვთქვა? მომკითხე არა? მაგრამ 1000 სიტყვილი მოიგონე. არაფერი არ ამიღიაო მითხარი. ჩემი შვილის, ჩემი და შენი შვილების სახელი ლაფში ამოსვარე. ზაფერ, შეგვარცხვინე. შენ მხოლოდ ფული გაინტერესებს. ფული მხოლოდ ჩემთვის კი არ გამოვართე. ვერ ხედავთ? სამზარეულო საჭმლით გამოვავსე. არ გითხარი ქორწილს გადაგეხდი მეთქი. ჩვენ რა მათხოვრები ვართ? უმუთით შევარცხვინეთ. მე უთავმოყვარეო არ ვარ. ქორწილს იმ ბიჭის ფულით არ გადავიხდი მამა. კაცად როდის უნდა იქცე? მიდი მამას უნდა დაარტყა არა? მიდი მამას დაარტყი, მიდი. ჯერ შენი კაცი კაცად. ჯერ შენი კაცი და მე მომთხოვე. ასე რომ მიყურებიცა და ჯავ შენზე ვიყრი. გაიგე? გმერთო ჩემო რამხელა დანაკარგია რა. Sansıl içinde kalana uçup gitmeden kollarından saydığım tüm hayatlar bir bakmışsın yalan. Bir sabah uyandığında koca bir şehrin ortasında unut bildiğin her ne varsa yaşanacak sil baştan. Eser bir anda aklına basıp yok olmak çözüm değil ki kaçmak cesaret tiraj. Her yara biraz daha alır hayattan. Sıkıca tutun sen korkma cesaret tiraj.
başka cesarettir aşk unutma eser bir anda aklına basıp yok olmak çözüm değil ki kaçmak ჩვენ შენიქების მეც არაფერს ვაკეთებთ. ვცდილობთ ამ ხალხთან ერთად ახალი პროექტები წამოვიწყოთ. შენ კი რას აკეთებ? სკოლის მოსწავლესავით მაგიდის ქვეშ ჩუმად მესიჯობ. რა ხდება? მესიჯი ერთხელ დავწერე და სწორედ მაშინ გამოიხედე. კარგი ხომ მართალი ხარ? ასეთი რამ აღარ განმეორდება. გპირდები. კარგი. ხვალდილი თოფიში უნდა მოხვიდე. ახალი პროექტების ანგარიშები ჯერ არ მოგიმზადებია. ხვალ ნაშუა დღეს უკვე ჩემს მაგიდაზე უნდა იდოს. ბატონ აკიმს ახალ ობიექტებთან დაკავშირებით უნდა დაველაპარაკო. გაიგე? კარგი. შეიძლება დავიძინო. ღამე მშვიდობის. ღამე მშვიდობის. Kızım biliyorum. მეცე შვილო, ქირას დროულად იხდი ხოლმე, მაგრამ ხომ იცი? პენსიონერი ვარ. თავს ძლივს ვირჩენ. რა უნდა ვქნა? კარგი ბიძია ხირმი, მაგრამ იქნებ ცოტა გაიაფოთ ქირა. გავაიაფო რას ამბობ პირიქით? გაზურებას ვაპირებდი. რატომ უნდა გავაიაფო? რატომ? კარგი, ვითომ არაფერი მithქვამს. მაგრამ ძალიან გთხოვთ, რამდენიმე დღე დამაცადეთ. ქირის ფულს მალე გადავიხდი. ახლა რომ მქონდეს ხომ მოგცემდით არა? Senin dediğin gibi olsun da. კარგი, რას ვიზამთ? ღმერთმა მშვიდობიანი ღამე მოგცეს. ჩაის გარეშე ვერ გაძელი არა? ახლავე გავაკეთებ. მე ძალიან მინდა. დაგთანხმდა ის კაცი. ვერ გავიგე ბოლოს რაზე შეთანხმდით. ასე მოგცევა არ გეკადრება. მეცადინეობის ნაცვლად ჩვენ საუბარს უსმენდი. ბავშვი ხომ აღარ ვარ, ჰალე. რა ვქნა? სივი ყველგან მივიტანე. არ შეიძლებოდა რომელიმეს დაერეკა. არავინ რეკავს. ომოთ, კარგი, რატომ ნერვიულობ? ფატის ავანს თხოვ. ნუ ხელავ, ყველაფერს მოვაგვარებ. ავანსის აღებას რა აზრი აქვს? შემდეგ თვეში ქირას ისევ ვერ გადავიხდით. ის კაცი ისევ აქ მოვა. არა. ახლა სიამაყის დრო არ არის. ვალ ქალბატონ სუდეს დაველაპარაკები და ვეტყვი რომ რამე სამსახური გამომიძებნოს. მაბატია ჰალე. იცი რა? ახლა გარეთ გაგაგდებ. მალე სერიალის გადაღებაც დაიწყება. მე ჭკვიანი გოგო ვარ. სარფიან ადამიანებთან მეგობრობ. ეს პროექტი თუ გაამართლებს, პრინცესასავით გაცხოვრებ. İşte bana bunlarla gel. აი, შენთან ერთად წითელ ხალიჩაზე სიამოვნებით გავივლი. Kırmızı halıda yürümeye fitim valla. შენი ვალიდან ვერასდროს ამოვალ. ძალიან გთხოვ, არავისი შეგეშალო. მე შენი დებებით ჩურიანი არ ვარ. საყვარელო. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. მინდოდა დღეს დილით შენთან მოსულიყავი და ერთად გვესაუბროთ, მაგრამ რას ვიზამთ? ცხოვრება სასტიკია. უამრავი საბუთი მაქვს მოსაწესრიგებელი. მუშაობას თავს ვარიდებდი, მაგრამ ვეღარ გადავდებ. ყველაფერი დღეს უნდა მოვაგვარო. შენ რას აკეთებ? არა უშავს საყვარელო. სამსახური მნიშვნელოვანია. სამსახურიც მნიშვნელოვანია. სამსახური მეორე ხარისხოვანია. შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ. შენზე მნიშვნელოვანი არაფერია. ოზან. დღეს კურსები ადრე დამიმთავრდება. საღამოს მოხვალ? რას ამბობ, რა თქმა უნდა მოვა. საღამოს მოუთმელად ველი. შენ რას მეკითხები, ნახე? ოზან. რაღაც მინდა კითხო და არ გამიბრაზდე, კარგი? მიდი მკითხე. კურსების შემდეგ ქალბატონ სუდესთან მინდა მივიდე. სამსახურის თაობაზე დაველაპარაკო. იქნებ რამე გამომიძებნოს. ოზან. სანამ სერიალი დაიწყება, მანამდე რამე სამსახური ხომ მინდა. ჰალეს თვირთად დავაწექი ოზან. ოზან. კარგი, გასაგებია. ვიცი რომ ფულს არ გამომართვე, მაგრამ რომ გასესხო? არც ამაზე დამთანხმდები?
გინდა რომ შენიანებს თავხედი ვეგონო არა? ჩემები ვერაფერს გაიგებენ გესმის? მე ხომ მეწოდინება. მერე მათი ნათქვამი ყველა სიტყვა გულზე მომხვდება. ასე არ შეიძლება. სახარჯო ფული დედაჩემისთვისაც კი არასდროს მithოვია. ჰალესიც მერიდება. ახლა კი გინდა ფული შენ გთხოვო? გინდა თავი დამცირებულად ვიგრძნო? მითხარი რა უნდა მოგიხერხო? ჯიუტად ხახარ. შენ ყველა ჯიუტით ხის მორჯულება შეგიძლია. არა, მე მხოლოდ ერთი ჯიუტი გოგოს მორჯულება მინდა. სხვები არ მაინტერესებს. კარგი, მაინც შევეცდები რომ რამე სამსახური გიშოვო, მაგრამ გთხოვ, ძიმე სამუშაო არ იყოს, თორემ გული გამისკდება. იცოდე მართლა გავგიჟდები. გესმის? კარგი, შევთანხმდით. დროებით. მიყვარხარ. დილამშვიდობის დედა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ჩამძინებია. თქვენ რა ყველაფერი მოამზადეთ? ხო, გვიან დაიძინე და არ გვინდოდა გაგიხვიძებინე. ძალიან დიდი მადლობა. ღმერთმა გაგახაროთ. მადლიერი ვარ. ახლავე მოვალ. აქ მოდით. სასამართლოზეც კი აძლევენ დამნაშავეს თავის გამართლების საშუალებას. მე არავინ დამიშანტაჟებია, გასაგებია? როგორ უნდა დამიშანტაჟებინა? მასთან სალაპარაკოდ მივედი. უთხარი ასე არ შეიძლება ჩვენს გოგოს სახელი არ უნდა გაუტეხოთ. იცოდეთ პასუხს გაგებინებთ მეთქი. რა თქმა უნდა შეეშინდა. მართალი ვიყავი. რაც გულში მქონდა ყველაფერი ვუთხარი. სახლში დაცვა ყავდათ. ყველანი მედამეტაკნენ. ცემეს. მერე პოლიციაში წავედი და უჩივლე. და ფული მოგცეს არა? გასაჩუმებლად მომცეს. ზელიხა, გასაჩუმებლად. უნდათ რომ საჩივარი უკან გამომეტანა. როგორ გონია? მე არ მინდა რომ ის ფული მისთვის სახეში მიმეყარა. გონიათ მინდოდა ფულის აღება, მაგრამ რა მექნა? შენ აღარ მუშაობდი, უმუთიც ვეღარ გვეხმარება. მეც აღარ მუშაობ. ამ ბავშვებმა რა უნდა ჭამონ? და ეს ჩვენ რატომ არ გითხარი? მინდოდა ყველაფერი მეთქვა, მაგრამ თქვენ რა? მუსას არ იცნობთ. წავიდოდა და იმ ბიჭ-ხუბს დაუწყებდა. შარში გაიხვეოდა. ხომ იცით როგორი გიჟია? ყველაფერი ასე მოხდა. მე ყველაფერს თქვენთვის ვაკეთებ. რას ვიზამთ? ასეთი მამა შეხვლათ. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ ხართ. თქვენი წყენინების უფლებას არავის მივცემ. ყველას გავანადგურებ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. თქვენ ზმას ვერაფერი გავაგებინე. ჩემი ამასაც არ ჯერა. თქვენ მაინც დაფიქრდით. ყველაფერი კარგად გაიაზრეთ. თუ ჩემი მაინც არ გჯერათ. თუ არ მენდობით, მაშინ მე ავდგები და წავალ. სხვა გამოსავალს აღარ მიტოვებთ. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. სხვა გზა მე არ მაქვს. გაიგეთ. ყველაფერი თქვენთვის მინდა. Hala bana güvenmiyorsanız o zaman başımla beraber. უმუთის გამო კიდევ რა უნდა გადავიტანოთ, დედა ზელიჰა? ხედავ მამა მის გამოსცემეს. შენ კი მას ზედაც კი არ უყურებ. გინდა რომ შურიძიო, ჩემს მას სახლში არ უშვებ. ხომ ამბობდი ერთი ოჯახი ვართო, მაგრამ უკვე ყველაფერი აშკარაა. გასაგებია. შენთვის რასაც წარმოვადგენთ. ყველაფერი ცხადია. სააგენტოდან დამირეკეს. ჩემთვის როლი გამოჩნდა. ცოტა ხანში უნდა წავიდე. წინას არ გავფრთხილებთ, რომ საღამოსთვის საჭმელს ვერ მოვამზადებ. დედა, ოზანმა ჩემს ძმას სულ სხვა რამ უთხრა.
ეს რას ნიშნავს? შენი აზრით ალი? შენ როგორ გონია? არა, ამიტომ არ მithქვამს. შეგიძლია შენი ფანტაზიით იმოქმედო. მე ვერ შეგსხვდა. შინაარზე ნუიღელებ. ნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. მერე კიდევ დავილაპარაკოთ. და ეს ნეჰირი პერსონაჟია, ამ როლზე როგორი მსახიობი შევარჩიოთ. ნეჰირი და მისი ოჯახი იშვიათად ჩდებიან, მაგრამ მომავალში შეგვიძლია მათი ისტორია წინ წამოვწიოთ. არ არის აუცილებელი ცნობილი სახე იყოს. მთავარია პრეტენზიული არ იყოს. თუ გინდა ჯერ სუდეს ვკითხოთ. ხავს თუ არა ვინმე? მეც გვიფიქრე. დაურეკავ და მალე მოვალ. თათბირის მერე დავურეკავ. სხვა საკითხზეც მინდა მასთან ლაპარაკი. ჰაკან გამარჯობა. გამარჯობა. სუდე, სერიალზე მუშაობა დავიწყეთ. სცენარს დღესვე გამოგიგზავნე. 2-3 მნიშვნელოვანი როლი გვაქვს. მეორე ხარისხოვანი როლებია, მაგრამ მათი ისტორია დიდხანს გაგრძელდება. გვინდა მსახიობები შენთან შევარჩიოთ. და კიდევ უმუტიც უნდა შევამოწმოთ. უნდა გავიგოთ, რამდენად მოუხდება როლს. კარგი იქნება სცენარს ახლავე თუ გამომიგზავნი. უმუთი დღეს პირველ საათზე უნდა მოვიდეს ჩემთან და ასლს მივცემ. იმეც ადინებს. კარგი. ახლავე გამოვაგზავნინებ. ნახვამდის. ჯანან, შეგიძლია მოხვიდე. დღეს პირველ საათზე რამე შეხვედრა მაქვს. ბატონი აიდინი უნდა მოვიდეს. ლუიგუ შეხვდეს, კარგი. შუადღის მერე. ბუღალტერი უნდა მოვიდეს. ისიც ხვალ დავიბაროთ. მე უნდა გავიდე, საქმეები მაქვს. ორ მსახიობს ვერ შეგვირდები. ერთი ცოტა ნერვიულია. ფათიჰ ოზენ, ბოდის გიხდით. სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. უნდა წავიდე. ხომ არ გჭირდებით? დუიგუსთან ერთად ყველაფერს მოვაგვარებთ. დუიგუ, აქაურობას შენ გაბარებ. ნახვამდის. ნახვამდის. დიდებული საუკუნის კასტინგია. უბრალო რამე არ გეგონოს. თავს თუ მოვაწონებ, შეიძლება ჰარამხანის რომელიმე გოგოს როლიც მომცენ. ხო, რა თქმა უნდა, რატომაც არა. იქ ერთხელ თუ გამოვჩნდი, უკვე პოპულარული გავხდები. მერე უფრო მნიშვნელოვან როლებს მომცემენ. შენი წარმატება ძალიან მიხარია. ნეტავ შენსავით გამიმართლოს. როლზე თუ დამამტკიცეს კვირდები, შენს თავსაც ავაღვანინებ. გამარჯობა, მოგზანდით. გამარჯობა. თქვენ დარეკეთ? დიდებული საუკუნის ერთ-ერთი სერიისთვის კასტინგზე დამიბარე სცენარის სასაღებად მოვედი. ერთი წუთით. ჩვენ შავგრემანი გოგონა გვჭირდებოდა. თქვენ სელდა ოზენი ხართ? ოზერი, როგორც ჩანს, ჩემი გვარის შეცდომით ჩაიწერეთ. არა ღმერთო, გვარები ამერია. სელდა ოზენისთვის უნდა დამერეკა და თქვენთან დამირეკავს. მაპატიეთ. ეს როგორ? ამ ხელაგზაზე ტყუილად მომიყვანეთ და ამას ასე მშვიდად მეუბნებით? ეს როგორ შეიძლება? მაპატიეთ გოგონებო, ძალიან გთხოვთ ბოდიშს ვიხდი. ეს რას ნიშნავს? ესე იგი ტყუილად დავიიმედე თავი. ასე როგორ შეიძლება? გოგონებო? ძალიან გთხოვთ, უნდა გაგვიგოთ. ჩვენც ადამიანები ვართ. გვეშლება, მაგრამ ბერივმა ბოდიში ხომ მოგიხადათ. ყველაფერი გავიგონე. ჩხუბით რამე შეცვლით? კარგი, ნახვამდის. ღმერთო, მოთმინება მომეცი. კარგი, დამშვიდდი. როგორ დამშვიდდე? ვცდილობთ და არაფერი გამოგდის. ერთ დღესაც ყველაფერი გამოგვივა. აი ნახავ. ეს უტვინოები. კარგი, წამოდი. არი დარდო, წამოდი. ქალბატონის სუდეს ვარსკვლავიც მოსულა. ვის ვეუბნები არ გესმის?
წესიერად არ მელაპარაკები, უბრალოდ ჩხუბი გინდა. ძალიან მაინტერესებს. მართლა ძალიან მაინტერესებს. ამას როგორ ახერხებ? ჩემი ძმაც კი შენს მხარეზე გადმოვიდა. მოვიდა და მამას ეჩხუბა. იმ კაცმა რა დააშავა? მომისმინე. მე თქვენთან გასაყოფი არაფერი მაქვს და თავი დამანებეთ. საკმარისია. მოიცადე? თუ ასე ყველაფერს რატომ აფუძებ? შენი ბედი ხომ იპოვე? ისე ცხოვრობ როგორც გინდა. ჩვენ რაღაც გვერდში. შენ გამო ყველამ სიმშვიდე დაკარგა. ასე როგორ შეიძლება? იმ სახლში სიმშვიდე როდის იყო ილდა? რომელ პლანეტაზე ცხოვრობ? წადი და მამა შენს ეჩხუბე. წესით ის უნდა გძულდეს. მატყუარა და შანტაჟისტია. ჩემგან რა გინდა? მითხარი რა გინდა ჩემგან? შეიძლება მამა ჩემი უნაკლო არ არის, მაგრამ შანტაჟისტი ნამდვილად არაა. შენ გამოსცემეს კიდეც. ვინ ხარ, რას წარმოადგენ? ხელი გამიშვი. შენი ქედმახლობა უკვე მომბეზრდა. ილდა რას აკეთებ, ხელი გაუშვი. გოგოებო, აქ რა ხდება? თქვენ არაფერი იცით? არ იცით ამ გოგომ რა გააკეთა? აქედან წადით და ამ ქუჩაზე ჩავლილიც არ დაგინახოთ. ეს რა თავხედობაა? როგორ ბედავთ? ღმერთმა დაგწყევლოთ. იმედი მაქვს ჩაფლავდებით, უსინდისოებო. წადით, თორემ პოლიციას გამოვიძახებ. აქედან წაეთრიეთ. წაეთრიეთ. ეს რა გააკეთე? ახლა ყველანაირი შანსი დავკარგეთ. ხვდები მაინც? ხვდები რა გააკეთე? რა მექნა? შეურაცხყოფის უფლება მიმეცა? ახლა არ ხარ შეურაცხყოფილი. თვალი გაახილე. წაგებული ჩვენ გამოვედით, ის კიდევ გამარჯვებულია. ილდა არ ვიყო თუ ეს სუდი არ გავამწარო. კარგი გეყოფა. რისი გაკეთება შეგიძლია? ქალბატონო სუდე, ნაპატიეთ. ისინი ჩემი დები არიან. უпростоრად ჩემი მამინაცვლის შვილები. მაპატიეთ. კარგი შვილო. ამაზე მე ვილაპარაკოთ. დაშვიდი. მოდი ძვირფასო წყალი შეისხი და დამშვიდები. შენ მგონი სულ გაგიჟდი. სულესთან რა გინდა? ამ ქალაქში სხვა გოგო აღარ არის? უკან უნდა დაიხიო. სანამ გვიანი არ არის, გონს მოდი. დიახ, დიახ. რა თქმა უნდა. კარგი ძვირფასო, კარგი. ნახვამდის. კარგი. ახლა ისეთ ამბავს გეტყვი, კარგ ხასიათზე დადგები. იმ გოგონებზე აღარ იფიქრო, აშკარა რომ შენი შურთ. ჩემგანაც უარი მიიღეს და უნდათ რომ ჯავრი შენზე იყარონ. მოკლედ ასეთი ამბებია. ჰაკანმა დამირეკა. სერიალისთვის პერსონაჟი სჭირდებათ. ცოტა ხნის წინ შენს პედაგოგსაც ველაპარაკე. ქალბატონო სუდე, მეც მინდოდა ამაზე თქვენთან დალაპარაკება. ხომ იცით სერიალი ეთერში 6 თვე ვერ გავა. მე კი სამსახური მჭირდება. სად აღარ მივედი, მაგრამ რადგანაც კვირაში 3 დღე კურსებზე დავდივარ, სამსახურს არავინ მაძლევს. ყველა უარს მეუბნება. ამას ახლა უნდა ვიგებდე საყვარელო. რამდენჯერ გითხარი ავანს მოგცე მეთქი, მაგრამ ახლა ნაღდი ფული არ მაქვს. ბოლო დროს პრობლემები შემექმნა, ხომ იცი? ვიცი ქალბატონო სუდე, ფულს არ გთხოვთ, უბრალოდ მინდა რომ დროებითი სამსახური მიპოვოთ. კარგი, მოიცადე. მობზანდით. ჰაკან? რა სასიამოვნო სურპრიზია. გამარჯობა. გამარჯობა. აქეთ ვიყავი და ვიფიქრე შეუგლი. და ყავას დავლევთ ერთად მეთქი. კარგად მოგცეულ ხარ. თუ აქეთ იყავი, აუცილებლად უნდა შემოგევლო. მოდი, მოდი. ბერილ, ჩემო საყვარელო, გემრიელი ყავა გაგვიკეთე. კარგია რომ მოხვედი, ჰაკან. გემრიელად მიერთვით. გამარჯობა, გისმენთ?
ქალბატონ ზელიჰას ვეძებ. აქ მუშაობს? სამზარეულოში რომ ზელიჰა? დიახ, შეიძლება დაველაპარაკო. დიახ, რა თქმა უნდა, დაბრძანდით. დაუძახებ. დიდი მადლობა. დაო ზელიჰა. რა ხდება? ერთხელ შენი ნახვა უნდა. ვინ არის? ვინ არის შვილო? არ ვიცი, მაღალი წრის ქალბატონი ჩანს. მერთო. კარგი, ახლა ვემოვალ. მერთო. თქვენ გინდოდათ ჩემი ნახვა? გისმენთ? ემელი ვარ, ოზანის დედა. გასაგებია, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. დიდი მადლობა. დრო თუ გაქვთ შეიძლება დავილაპარაკოთ. ერთი წუთით. ნებართვას ავიღებ და ახლა ვემოვალ. თქვენ დაბრძანდით. ქალბატონის სუდე ჩემს პედაგოგს უკვე დაელაპარაკა. მალე სცენების გადაღებას დავიწყებთ. ძალიან თუ არ გეჩქარებათ. ჩანაწერს შაბათ-კვირას გამოგიგზავნით. მანამდე ცოტას ვიმეცადინებ. კარგი. საჩქარო არაფერი. კარგი. მაშინ თქვენი ნებართვით მე წავალ. ნარინერვიულო შენთვის რამე სამსახურს გამოვნახავთ. რა სამსახურს? უმოც უნდა სერიალის დაწყებამდე სადმე იმუშაოს ჰაკან. კურსების გამო კი სამსახური ვეღარ იშოვა. მაშინ ავანსი მივცეთ. არა, დიდი მადლობა. არავინ იცის მერე რა მოხდება. ისედაც უამრავი ვალი დამედო. ახლა ვალს ვეღარ დავიმატებ. გარგი მაშინ ჩვენთან ოფისში რამე საქმეს გამოგიძებდით. დროებით სამსახურს მოგცემთ. თუ მაინც და მაინც მუშაობა გინდა. არა ძვირფასო, შენ უშეწუხდები. არა, რა შეწუხება? 4 პროექტს ვიწყებთ. ჩვენი გოგონები ასისტენტებს ეძებენ. მათ დაეხმარები. კურსების გასდენაც არ მოგიძევს. მე ნომიყურებ საყვარელო, შენ უნდა გადაწყვეტო. კარგი აზრია. თანაც არც ოზანი იქნება წინააღმდეგი. კარგი, ესე იგი შევთანხმდით. მოიცადე არ წახვიდე, რატომ ჩქარო? ჩაი დავლიო და მერე მე გაგიყვან. ხო, კარგი აზრია. ბერილ მიდი ჩაი მოგვიტანე. გემრიელი ჩაი დავლიოთ. არ ვიცი რა გითხრათ. ზაფერის აქციელის გამო ბოდიში როგორ მოგიხადოთ. დამიჯერეთ, ჩემი შვილი ასეთი არ არის. მე აქ თქვენი შვილის დასადანაშაულებლად არ მოსულ ვარ. ძალიან გთხოვთ არასორად, ნუ გამიგებთ. უმუთი ძალიან კარგი და მოწესრიგებული გოგოა. ალბათ ყველა ეს თვისება თქვენგან აქვს. ჯერა რომ როგორც დედა ყველაფერს სწორად გამიგებთ. მომხდარის გამო დამიჯერეთ, ძალიან მწუხვარ. ნეტავ შემეძლოს თქვენი დახმარება. კარგი იქნებოდა თქვენი ქმარი ასეთი არ ყოფილიყო. კარგი იქნებოდა ჩვენი შვილების ურთიერთობის მხარდაჭერა შემეძლოს, მაგრამ თქვენი ქმარი თავს არ დაგვანებებს. ეს თქვენს ხომ იცით არა? დარწმუნებული ვარ თქვენს ჩემსავით ფიქრობთ, ამიტომ ძალიან გთხოვთ, რეალობას თვალი გავუსწოროთ და თავს ნუ მოვიტყუებთ. სიყვარული ბრმაა. ჩვენ კი ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი შვილები უფსკულში გადაიჭეხონ. როგორც დედა გთხოვთ დამეხმაროთ. სანამ დროა ჩვენი შვილები უნდა გადავარჩინოთ. ისედაც საკმარისად დაიტანჯნენ. სულ ეს იყო რისი თქმაც თქვენთვის მინდოდა. იმედი მაქვს გამიგებთ. იმედია ყველაფერი გასაგებად თქვი. ახლა კი წავალ. კარგად ბრძანდებოდეთ. შეხვედრამდე. ნახვამდის.
რა ხდება, ხარჯები რატომ გაიზარდა? გადაზიდვის დროს ნავსადგომში 2 დღე ვისტით. სატვირთოები გვიან ჩამოვიდნენ. მერე 2 დღე დღესასწაულებს დაემთხა. მათი მუშაობა აღარ მომწონს. ეს მე რამდენად ხდება? მათ გამოგყვეს 3 თვე აწაგებაზე მუშაობთ. მაშინ სხვებთან ვითანამშრომლობ და ყველაფერი მოგვარდება. ასე მარტივად არაა საქმე. დიდი ხანი ამ კომპანიასთან მუშაობთ. კომპანიის უფროსი გარდაიცვალა. მინდოდა მიშვილთან გამეგრძელებინა თანამშრომლობა. ბევრი რამ მოვითმინე, შანსი მივეცი, მაგრამ ყველაფერს აფუჭებს. საქონლის მიიტანას ან აგვიანებს, ან სხვა მისამართზე მიაქვს ხოლმე. სატვირთო მანქანებს პრობლემები ექნებათ. არაფერი მესმის. ალბათ თავის დროზე არ ინტერესდებოდა მამის ბიზნესი და ასე ამიტომ ემართება. მინიშნება მიღებულია, მაგრამ საკუთარ თავზე არ მივიღებ. მართლა გეუბნები. რა ხდება, ასე რატომ მიყურებ? სახეზე რამე ხომ არ მისვია? მაშინ ეს საქმე შენით მოაგვარე. კარგი მომაგვარე. ისინი ჩემთან ბალში აღარ არიან. სასწრაფოდ ექსპორტის მენეჯერს შეხვდი და დაელაპარაკე. მათი შემცვლელი კომპანია უნდა მოძავნათ. ისეთი კომპანია გვჭირდება ჩვენთვის მისაღები ტარიფები და პასუხისმგებლობის მქონე გუნდი რომ ყავდეს. კარგი ნოხელა. ნუ ღარ გადავდებთ. ისედაც ბევრი დრო დავგარგეთ. მათ ხელშეკრულებებსაც ვადა გავიდა. საქმე აღარ გადავდოთ. შეუდექი. საყვარელო. უდაბნოდან გამოსული მოწყურებული ადამიანი ვარ. როგორც იქნა, ცოტა გონს მოვედი. ბევრი საქმე გაქვს. არ მკითხო. დილიდან იმდენი საბუთი მომაყარეს, რომ გონს ჯერ კიდევ ვერ მოვედი. მინდოდა შენი ხმა გამეგო და ძალები აღმედგინა. ამიტომ დაგირეკე. კარგია რომ დამირეკე. მეც ძალიან დაქანცული ვარ. კურსებზე ხარ? არა, ბატონი ჰაკანის მანქანაში ვარ. ერთმანეთს ქალბატონ სუდესთან შევხვდით. ერთი გზა გქონდა და წამომიყვანა. მომიკითხე. მანაც მოგიკითხა. საღამოს ლექციების შემდეგ მომაკითხავ, რაღაც მინდა მოგიყვე. ამჯერად რა მოხდა? ტელეფონით ვერ გეტყვი. კარგი, რა თქმა უნდა მოვალ. 9 ნახევარზე არა? კარგი. ხა. გარე დაგელოდები. წარმატებულ გაკვეთილებს გისურვებ. მოიცადე, 1 წუთი. გითხარი რომ მიყვარხარ. არაფერი დაშავდება, ერთხელ კიდევ თუ მეტყვი. კარგი, უნდა წავიდე. უამრავი წინააღმდეგობა უნდა გადავლახო. რომ შენამდე მოვიდე. კარგი, დროებით. კოცნი. ოზანი წინააღმდეგი ხომ არ იქნება რომ იმუშაო? ისედაც იცოდა სამსახურს რომ ვეძებდი. პირველ რიგში მას უთხარი და ეს აზრი არ მოეწონა, მაგრამ ის მაინც გავაგებინა რომ სახარჯო ფულს მას არ გამოვართმევ. თუმცა გარკვეული პირობები წამომიყენა. ღვთის ხალობით ყველაფერს გადავლახავთ. ბატონო ჰაკან, ზუსტად მომისარით. ქალბატონი სუდი ამბობს, რომ შემთხვევითობა ჩვენთვის გამოგზავნილი სიკეთეაო. მგონი ახლაც ასე მოხდა. თქვენ ოზანის ახლო მეგობარი რომ არ იყოთ, მისი დათანხმება გამიჭირდებოდა. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ბედნიერი ვარ თუ რამით გეხმარები. დუიგოს დაველაპარაკებით და ყველაფერი დავგეგმოთ. კარგი, დიდი მადლობა. წარმატებულ გაკვეთილებს გისურვებ. ახლა დუიგოც უნდა მოვიგერიო. შენც მართალი ხარ ძმაო. სულ იმედ გაცრუება როგორ შეიძლება. ხალხი გამარჯვებაზე იმობ, ჩვენ კიდევ ფენერბახჩე. ძმაო, სახელი უკვე ყველაფერს ამბობს. ამიერიდან 1 ჩაის რომ მოგთხოვს. 2 ფულს გამოართმევ. მიმეშვი ერთი ზოთი. მაგიდიდან ცარიელი ჯიქები მოიტანა.
ალო? ალო? მუსა შენ ხარ? იგი მე ვარ. დიდხანს არ მპასუხობდი და მე ტელეფონი კარადაში მედო. შემთხვევით შემოვედი და ხმა გავიგე. მოხდა რამე? მუსა. მაპატიე, კლიენტი მიდიოდა და რაღაც მინდოდა მეთქვა. გახსოვს, იმ დღეს ვილაპარაკეთ. ვთქვით, კინოში ერთად წავიდეთო. გახსოვს? შენ მითხარი კომედია მიყვარსა. კარგი კომედიური ფილმი გადის. და თუ გინდა იმ ფილმზე წავიდეთ. რა თქმა უნდა თუ შენ გინდა. კარგი, კარგი. რადგან დაგფირდი საღამოს გამომიარე და წავიდეთ. კარგი. რომელზე მოვიდე? 7-ზე თუ 7:09-ზე? 7:09-ზე შემიძლია. იქნებ ცოტა ადრე გამოვიდე. მე 6 საათიც მაწყობს. ბილეთებს ავიღებ და მოვა. კარგი, 7:09-ზე მოდი. კარგი. მაშინ იყოს 7:09. მან ვიქნები. მაგარია. ყველა ჩაიზე გეპატეჟებით. ბედნიერ პარასკევს გისურვებთ ხალხო. ძმაო დღეს პარასკევი არ არის. მე რა? ხომ მოვა რა? ამას არ მიუტანო? ჩაის ღირსი არა? მადლობა, არაფრის. არა მეთქი ხომ გითხარი? ძალას რატომადან? დაიფურს კომპიუტერს ვერ ვთხოვ. რა ვუთხრა? ისედაც სულ ხასიათზე ვარ და მისი თავი ნამდვილად არ მაქვს. თუ ეს ძალიან გინდა, ინტერნეტ კაფეში წადი. რაც ფული მქონდა სულ სამგზავრო ბარაზე ჩავრიცხე. ინტერნეტ კაფე არ გამომადგება. ყველაფერს დაინახავენ. რას დაინახავენ? მაინც რის გაკეთებას აპირებ. გოგონებო. აი რა გიყიდეთ. მამა. რა მოხდა მამა, ეს რა არის? გახსენი და ნახავ. მოიცადე? გაუშვი. ნოუთბუქი. ღმერთო ჩემო. ახლა სწორედ ამას ნატრობდით. მართლა ჩვენია? თქვენია. ამიერიდან კომპიუტერის თხოვება აღარ მოგიწევთ. დიდი მადლობა მამა. ძალიან დიდი მადლობა. ნეტა ვიცოდე როგორ გჭირდებოდა. თავარია თქვენ იყოთ კარგად. ჩემი ერთადერთი მიზანი ისაა რომ თქვენ კარგად იცხოვროთ. ფული არ მაქვს, თორემ იმდენ რამეს გიყიდით. ვიცი რომ ბევრი რამ გჭირდებათ, მაგრამ ვერ ყიდულობ, გული ძალიან მткиვა. როგორ გონიათ, დოღზე რატომ თამაშობ? მინდა რომ ფული მოვიგო და თქვენ გაგახაროთ. ყველაფერს თქვენს გამოვაკეთებ. თქვენთვის ამის ყიდვა ცემადაც გეღირდა. ამიტომ გავჩუნდი და არაფერი ვთქვი. ფულიც ამიტომ მომწეს. მე მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია. რა შემიძლია იმას ვაკეთებ. რა ვქნა? თავარია თქვენ გაგახაროთ. თქვენ უნდა იყოთ კარგაჩვილო. თქვენ. Adam Hıdır elimden gelen budur yani. Babam benim. ჩემო საყვარელო მამიკო. Ne demek მეტი რაღა უნდა გააკეთო. იმ სულელი უმუთის დასაცავად რა აღარ გააკეთე. Olur mu öyle şey? ნასე რატომ ლაპარაკობ? Falan. Babacığım. მამა მოდი შენ დაჯექი. ახლავე გემრიელ ყავას გაგიკეთებ და ტკბილეულსაც მოგიტან. არის ტკბილეული კიდევ? კი, ცოტა კიდევ დარჩა. გამხედავთ რაც ფული მქონდა, სულ თქვენ დაგახარჯეთ. მე ორ კომპანიაზე შევჩერდი. ჯობია მათ რეკომენდაციებსაც გადავხედოთ. სხვა კომპანიებსაც დავკავშირდი, თუმცა ჯერ არავის არაფერი არ შემოუთავაზებია. გონია ჯობებს საქმე ხვალისთვის გადავდოთ და მათაც ხვალ დავკავშირდეთ. კარგი. აბა საქმეები როგორ მიდის? როგორ უნდა მიდიოდეს მამა? უამრავი სატრანსპორტო კომპანია, მაგრამ ჯერ ყველას არ დავკავშირები ვართ. რაღაც უნდა გითხრა. ახალი კომპანიის მოძებნა ასეთი სასწრაფოა? შვილო, ხომ იცი ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. სატრანსპორტო კომპანიის გარეშე ხომ არ დავრჩებით არა? კომპანიების ძებნამ დიდი დრო წაგვართა. არა უშავს. დღეს აქ ვინმე უნდა დარჩეს. სედათი ყველაფერს აგიხსნის. ყველაფერში გაგაცნობიერებს. ერთი წუთი, ამაღამაკ ვერ დავრჩები. უნდა წავიდე მამა, საქმე მაქვს. საქონელი ხვალისთვის უკვე ჩატვირთული უნდა იყოს. გადაზიდვის შეფერხების მიზეზი ჩვენ ხომ არ გავხდებით არა?
ამ კომპანიასთან პირველად ვთანამშრომლობთ და პრობლემები არ მჭირდება. კარგი. სედათის მეუღლე ავადმყოფაშია. მასთან უნდა წავიდეს. რა ვქნა? აქ მე ხომ არ დავრჩები არა? არ ვიცოდი ბოდიში ძმა. გამოჯამრთელებას ვასურვებ. მადლობა. კარგი, მაშინ მე დავრჩები, ხო? რას ვიზამთ? აბა შენიც. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ომუთ შენ საით მიდიხარ წაგიყვან. არა მადლობა, ოზანი უნდა მოვიდეს. კარგი. არ მინდა რომ მარტო დარჩა. არა უშავს რთული საქმე არ ჩანს. ნუ ხელა მოვაგვარებ. შენ წადი. რთული საქმე არ არის, მაგრამ შეიძლება რამე პრობლემა წამოიჭრას. რთული საქმე არაა. ტვირთავებს ვინმე მყურადღება ხომ უნდა მიაქციოს არა? თორემ ხანდახან ერთმანეთს შეურევენ. მიდი შენ ცოლთან წადი. თუ რამე მოხდება დამირეკე. დღეს პირველი სამუშაო დღე გაქვს. წარმატებები. მადლობა. ძვირფასო ღმერთმა დამწყელოს. საყვარელო, ეს რა ლაპარაკია? საქმეში ისე ჩავერთე, რომ საათისთვის არც კი შემიხედავს. ესე იგი ისევ სამსახურში ხარ. სამწუხაროდ ასეა. მამაჩემმა ბოლო წელს მითხრა, აქ უნდა დარჩევა. თვითონაც კი წავიდა. მარტო ვარ. კარგი, არა უშავს. სამარშრუტო ტაქსით წავალ. შენზე ვღელავ, ხომ კარგად ხარ? მზად ვარ შენთვის მოვკვდე კიდეც საყვარელო. გთხოვ მაპატიერა. არ ვიცი მამაჩემს ჩემგან რა უნდა. გონი უნდა რომ დამსაჯოს. ერთი განახა რა დღეში ვარ. საბუთებში ვარ ჩაფლული. არ ვიცი როგორ მოვიქცე. ბოდიშს გიხდი საყვარელო, კარგი? მაპატიერა. კარგი. კარგი ოზან, საბოდიში არაფერია, თანაც დღეიდან საქმიანი კაცი ხარ. ჩემს თვალში კი უფრო ამაღლდი. ასე ნუ მელაპარაკები, თორემ გავგიჟდები. იცოდა ყველაფერს მივატოვებ და შენთან წამოვალ. თუ გინდა ყავას კიდევ მოვატანინე. არა. ღამე ვეღარ დავიძინებ. ზედმეტი მომივა. არ მინდა. ესე იგი არ დალევ? ვერაფერი გაიგია რა. რა ვქნა ასეთი ლაპარაკი ვიცი. არა, როგორც გინდა ისე ილაპარაკე. მიყვარს შენი მოსმენა. ძალიან მიყვარს. ანუ შენი სიტყვების გაშიფრვა მიყვარს. მუსა, გვიანია, სახლში წამიყვანე. ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი. ეს ფილმიც რამდენ ხანს გაგრძელდა. მე კი მომეჩვენა რომ ძალიან მალე დამთავრდა. ამახელებელი იყო რა თქმა უნდა. ანგარიში მოგვიტანეთ. რასაკეთებ? ანგარიში მოიტანეთ. ასე როგორ შეიძლება? ჩაი არა გვაქვს? რამე მოიტანე დავლიოთ ამ ჭამოთ. ხილი ხომ მოვიტანე არა? მიდი და შენ თვითონ აიღე. იმ ოჯახისგან აღებული ფულით ნაყიდი ღმერთმა შეგარგოს. რა სისულელეს ამბო. შეგრცხვეს მაინც. მართლა უნდა შეგრცხვეს. ხანდახან დაფიქრდი მაინც ეს რა გავაკეთეო. ხანდახან მაინც იფიქრე. მიდი წადი დაიძინე ეხლავე. ამ შუა ღამისას ნერვებს ნუმიშლი. მიდი. თითქოს შენზე რამე მოქმედებდეს. ხო ძვირფასო, ახლა შემოვედი ინტერნეტში. პაროლი არასწორად ჩაგვიწერია და ამიტომ ვერ გიკავშირდებოდით. დიდი მადლობა ეჯეკ კოცნი. გაგზავნე? კი, აი ნახე. მიდი ჩართე. მინდა კიდევ ერთხელ ნახო. დღე და ღამე ჩაუხრელად ვშრომობდი. მინდა ქალბატონის უდეს სახე და ვინახო. მეილს რომ მიიღებს. რა კარგად დაემთხვა? 2 დღეა სისულელეებს იგონებს.
ჟურნალისტებს ეუბნება, არაფერი მომხდარა, მეგობრებო, შედახვებულად დავშორდით ერთმანეთსო. არა და ეს ყველაფერი ტყუილია. ნახოთ, რას მოიმოქმედებს. ნახოთ, სუმევლო ქალო. კარგია. კარგად უნდა იყვნენ. თუ რამე მოხდება, მე დამირეკე. ხომ დამირეკა. თუ ასე კარგად მოიქცევი, რა თქმა უნდა დაგირეკავ. მადლობა. უმუთის გამოც, ფილმის გამოც. ცოტა გამხიარულდი. ადრე რომ ვიყავით, იმ ფილმის გაგრძელებაც უნდა გამოვიდეს. და თუ გინდა, იმაზე წავიდეთ. კარგი, დროს თუ გამოვნახავ, წავიდეთ. ახლა კი ღამემშვიდობის. ღამემშვიდობის. ჰალე. მე უმუც მოკითხვა გადაეცი. კარგი, გადავცემ. ღამემშვიდობის. როგორც იქნა მოხვედი. ძალიან დამცხა. ამდენ სამსახურში რა გინდოდა? ტელეფონსაც არ პასუხობდი. ვერ მოვიცალე. მიდი მომიყევი. რა ახალი ამბები გაქვს? სამსახური ვიშოვე. მართლა? უმუთ, ძალიან მიხარია. ხომ გითხარი ქალბატონი სუდა ყველაფერს მოგვარებს მეთქი. მერთო რა კარგია. რა კარგია სამსახური რომ იშოვე. არა, ქალბატონი სუდი არაფერ შუაშია. ბატონი ჰაკანი დამეხმარა. სამუშაო მან შემომთავაზა. მერთო ჩემო. ამ ბოლო დროს ყველაფერი ბატონ ჰაკანს უკავშირდება. რა ხდება? რა უნდა ხდებოდეს? რა კითხვა? შენს შეყვარებულს მუშაობა რომ დავაწყებინო, რამე ცუდი უნდა იფიქრო? ცდილობს რომ ოზანს დაეხმაროს. ო, კარგი, დავიჯერე. ენა მარგი ყივლოს. უმუთ რა იქნება მეც რომ ყავდეს შეყვარებული? ძალიან მაღალი. არა, ძალიან მაღალი არ მინდა. არ მინდა ზემოდან მიყუროს. შავგრემანი თუ ქერა? არა, ქერა კაცები არ მომწონს. ქერა მხოლოდ ქივანჩი მომწონს. მაგრამ მასთან შანსი არ მაქვს. უმუთ შენ ხომ ცნობილი გახდები? იქნებ ქივანჩიც კი გამაცნო. ავტოგრაფების დასარიგებლად დუბაიში ერთად წავალთ ხოლმე. ეს დუბაი რატომ აიკვიატე? თითქოს იქაურება უკვე დავიფყარით და ახლა დუბაიში დაგვრჩა. იცოდე გცემ? ოცნება არ შეიძლება? მე გავაღებ. ასეთ დროს ვინ უნდა იყოს? თუ ქივანჩი არ უთხრა რომ სამზარეულოში ვარ. თუ ბიძია ჰილმია, რაც გინდა ის უთხარი. ოზან? საყვარელო. მინდოდა ჩემი შეყვარებული მენახა. ვერ მოვითმინე. აი შოკოლადი მოგიტანე. შეჭამე და ტკბილად დაიძინე. ძალიან ცუდად გამოიყურები. დაიღალე? ძალიან დავიღალე მართლა. სახლში შემოდი. თუ შემოვალ, მე რეგარეთ ვერანაირი ძალა ვეღარ გამაგდებს. თანაც სამსახურში უნდა დავბრუნდე, ხომ იცი რომ შეიძლება მე უფროსი გამიბრაზდეს. ეს ყველაფერი ჩემ გამოხდება არა? ზაფერს ფული რომ მიეცი. არა, იქ ჩემი სურვილით მივედი. მინდა რომ კომპანიის საქმეებში ჩავერთო. მინდა რომ დამოუკიდებელი ვიყო. ოჯახი უნდა შექმნა. ამიტომ. ოზან. დღეს სამსახური ვიშოვე. ხო, რომ გაიგებ ძალიან გაგიკვირდება. ჰაკანის ოფისში უნდა ვიმუშაო. დუიგუს ასისტენტი ვიქნები. ხომ კარგია? მაგარია. ხო, ჰაკანს ქალბატონ სუდესთან შევხვდი. მერე ბირილს წამოწდა რომ სამსახურს ვეძებდი. მე ვერ ვეტყოდი სამუშაო მჭირდება მეთქი, მაგრამ რადგან თვითონ შემომთავაზა, დავთანხმდი. კარგია.
ვიცი რომ გინდა დამეხმარო. არ გინდა დავიღალო, მაგრამ როცა ადამიანს ეხმარები, ის თავს უფრო დამცირებულად გრძნობს. ძალიან მეშინია. არ მინდა იძულებული გავხდე ისევ იმ სახლში დავბრუნდე. შენს და ჰალეც მზად ხართ ჩემთვის ყველაფერი გააკეთოთ. თქვენი ძალიან მადლიერი ვარ. რაც არ უნდა გავაკეთო თქვენს ვალს მაინც ვერ გადავიხდი, მაგრამ მადლიერება ისეთი სასიამოვნო გრძნობაა. ბედნიერი ვარ რომ ჩემზე ასე ზრუნავთ. ეს ძალიან უცნაური გრძნობაა. ისეთი რომ ვერც კი აღგიწერ. ახლა შემიძლია დამოუკიდებლად ვიცხოვრო. ტვირთად აღარავის დავაწვევი. ვეღარავის შევაწუხებ. დედა ჩემივით არ ვიქნები. შენი წივი ხარ. შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ. სამაგალითო ადამიანი ხარ. შეუდარებელი ხარ. არავის არ გავს. განსხვავებული გოგოა. კარგი, ახლა უნდა წავიდე. კარგი? მაგრამ წასვლა ძალიან მიჭირს. იცოდე. ხამამშვიდობისა. მიდი გაიქეცი. მიდი. ფრთხილადი არე. არ მინდა წასვლა. კარგი, წადი. ხამამშვიდობისა. მიყვარხარ. მეც. მე სამსახური ვიშოვე. რომ გაიგებ ძალიან გაგიკვირდება. ჰაკანი სოფისში უნდა ვიმუშაო. არავის არ გავს. განსხვავებული გოგოა. წვეულებამდე ერთი კვირა დარჩა, მე კი არაფერი გამიკეთებია. არა და ასოციაციის წევრი ვარ. ყველა ბილეთი გაიყიდა. თქვენს წარმატებაში ეჭვი არ მეპარება. მე მივდივარ. სად მიდიხარ შვილო? ისაუზმე და მერე წადი. და მელოდე ერთად წავიდეთ. არა, ერთად დილას უნდა შევიარო. უკვე დამაგვიანდა. ოზან, ხომ იცი დღეს ორი მანქანა უნდა დავტვირთოთ. მე რომ არ ვიყო ტვირთი ნავსადგურში დარჩება. ხომ არ დარჩება? რა გჭირს? ასეთი გადატვირთული შენი ხელქვეითებიც კი არ არიან. ღმერთაჩა. რა დაემართა? უმუთი? არ მესმის მუშაობა რაში სჭირდება? ოზანი არაფერს ეუბნება? ალბათ ეუბნება, მაგრამ უმუთს არ უნდა რომ ვინმე ფინანსურად დაეხმაროს. მოდი ავანსი მივცეთ. 6 თვის გამო მგონი მუშაობა არ ღირს, რა სიტყვი? მე ჩემთავაზე, მაგრამ არ დამთანხმდა. არ უნდა ფული წინასწარ აიღოს და ჩვენთან ბალში იყოს. უმუთი მშრომელი და მოწესრიგებული გოგოა. პრობლემებს არ შეგიქმნის. ყველაფერში დაგეხმარება. რა თქმა უნდა. გისმენთ? კარგი, შემოვიდეს. მოწესრიგებულია. სამსახურში დროულად მოვახოლმე. მერთმაქნას შენი იმედები გაამართლოს და ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც საჭიროა. მერთმაქნას. გამარჯობა. მოგწანდი. გამარჯობა. სწორედ შენზე ვლაპარაკობთ. კარგ დროს მოხვედი. დარწმუნებული ვარ შენი ახალი საქმე და გაინტერესებს ჰაკან. აღარ მოგაცდენთ. უმუთ საქმის დეტალებში გავარკვევ. წამოდი ზურფასო. დალევრამეს. არა, მადლობა.
ერთი ყავა და წყალი მოიტანეთ თუ შეიძლება. ჩვენ ძალიან ცუდ სიტუაციაში გავიცანით ერთმანეთი. ამისთვის ბოდიშს ვიხდი. შენთან პირადი პრობლემა არ მაქვს უბრალოდ. ჩვენი კომპანიის სახელსა და წარმატებაზე ვფიქრობდი. რომ ცოდნო და ოზანის შეყვარებულიყავი, ასე წინ დაუხედავად ნამდვილად არ მოვიქცეოდი. იმ დროს ერთმანეთს არ ხვდებოდით. არ ვიცოდი ერთმანეთს თუ იცნობდით. გარდა ამისა, რომ ცოდნო და ოზანის სახელს მაინც არ გამოვიყენებდი. არასწორად არ გამიგოთ, ხომ გესმით? კი, რა თქმა უნდა. შენი კარგად მესმის. ჰაკანმა მითხრა, რომ ძალიან ჯიუტი ხარ. მითხრა, რომ ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება გიყვარს. მოკლედ, ახლა ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ. ამიერიდან ერთად დიდ დროს გავატარებთ. შიდა სამზარეულოში რომ გაერკვევი, მერე უკეთ გამიგებ. მე არ მინდა დაძაბული ურთიერთობა გქონდეს. არც მე მინდა. გულახდილობისთვის დიდი მადლობა. მაშინ მარტივი საქმეებით დავიწყოთ. ჩვენ ახლა 4 პროექტი გვაქვს შენი პროექტის ჩათვლით. Sen de benim hatalarımdan birisin. Sen en büyük günahların bedelisin. Benim için o kadar. Ცუდად ვღერი არა? Beril. Çumad ratom xar. Გახსენი, მიდი. გახსენი. მე მიდი გახსენი. ძალიან გთხოვთ დამშვიდით. ნაზლი. ის არამზადა მეთე სად არის? ბატონი მეთე აქ არ არის, ქალბატონო სუდე. ის ბატონი არ არის, გესმის? ის ადამიანიც კი არ არის. ერთი არამზადა და მატყუ არაკაცია. ეს ყველაფერი მე შევქმენი. დღე და ღამე მუშაობდი. მუხლ ჩაუხრელად ვშრომობდი. ის გოგო ვინ არის? მსახიობი? არა, მსახიობი არ არის. ჯერჯერობით არ არის. ძალიან უბრალო, გულოფრყვილო, მაგრამ ამავე დროს ძალიან ლამაზი გოგოა. კეთილი და სუფთა გული აქვს. ვერც კი გაბედავ რომ მოათხოვა. სულ სხვანაირია. ყველასგან განსხვავებული. თუ ნიჭიერი გოგოა რამე, მოიმოქმედე, კურსებზე მაინც გაუშვე. ამას მე ვერ გადავწყვეტ. გადაწყვეტილება სააგენტომ და უმუთმა უნდა მიიღონ. ამას მე არ წყვეტ. უარის სათქმელად წავიდა და არ ვიცი იქ რა მოხდა. დღეს სამუშაო ვიშოვე. გაგიკვირდება როცა გაიგებ. ბატონი ჰაკანის ოფისში ვიწყებ მუშაობას. რა მოხდა? ხოლოდ ერთხელ კითხავ ჰაკან. ხოლოდ ერთხელ კითხავ და თუ ჩემი მეგობარი ხარ, თუ ჩემს მიმართ პატივისცემა კიდევ შეგჭა. გთხოვ სიმართლე მითხარე. გთხოვ. იმ გოგოზე უნდა კითხო. გოგოზე, რომელიც თავდავიწყებით შეგიყვარდა. და მსახიობი უნდა გახდეს. ის გოგო უმუთია?